გამარჯობა მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ Excel-ი სერიოზული გამოთვლების, მოდელების და ასე შემდეგ შესაქმნელად არსებული პროგრამაა, ჩვენ შეგვიძლია ზოგჯერ გავხალისდეთ კიდევაც და ცოტა ესეთი სახალისო და საინტერესო ელემენტებით გავამდიდროთ ჩვენი Excel-ის ფაილები. სწორედ ასეთი ელემენტია, რომელიც დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ. როგორც ხედავთ, ეს არის smartphone-ის ელემენტის ტიპის სამგანზომილებიანი გამოსახულება და იგი გვიჩვენებს რაიმე სამუშაოს, საქმის, რამე პროცესის შესრულების სტატუსს. ეს სტატუსი გამოიხატება პროცენტული სიდიდით. როგორც ხედავთ, შესრულებული საქმე არის 50%-ით და ეს ელემენტის გვიჩვენებს 50%. თუ კი 50%-ის ნაცვლად ჩავწერთ 80%-ს, შესაბამისად ელემენტის გამოსახულებაც შეიცვლება, გვიჩვენებს 80%-ს, დაუშვათ თუ კი ჩავწერთ 25%-ს, ასევე გვიჩვენებს შესაბამის გამოსახულებას. დღეს ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია შევქმნათ ზუსტად ასეთი ტიპის ელემენტი, რომელიც აღიქვავს ჩვენს მიერ მითითებულ მონაცემებს და მიიღებს შესაბამის ფორმას. ამ ელემენტის შესაქმნელად პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება დამხმარე მონაცემები. დამხმარე მონაცემები გულისხმობს, რაც მთავარია შესრულების პროცენტს და ასევე მის საპირისპირო მაჩვენებელს, ანუ შესასრულებელი დარჩენილი სამუშაოს პროცენტს, რომელიც გამოითვლება როგორც ერთს გამოკლებული შესრულების პროცენტი. რაც შეეხება ამ ორ მაჩვენებელს, ეგრეთ წოდებულ ქუდებს, ეს ჩვენ გვჭირდება ელემენტის თავში და ბოლოში არსებული აი ამ ნაცრისფერი ნაწილების გამოსახვისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა შევადგინოთ ესეთი ცხრილი, შემდეგ მოვნიშნოთ ეს ცხრილი და ჩავსვათ დიაგრამა. დიაგრამის ჩასასმელად უნდა ავირჩიოთ სამგანზომილებიანი, ეგრეთ წოდებული stacked column ტიპის დიაგრამა, დავაჭიროთ. ჩაჯდება შესაბამისი დიაგრამა. როგორც ხედავთ, ამ დიაგრამას ჯერ არავითარი საერთო არ აქვს ჩვენს შედეგთან, მაგრამ მე ნაბიჯ-ნაბიჯ გიჩვენებთ, როგორ უნდა შევქმნათ smartphone-ის ელემენტი. პირველ რიგში ამ დიაგრამაზე ჩვენ უნდა დავდგეთ და გამოსულ მენიუში დავაჭიროთ switch row column relax. მივიღეთ შედარებით უფრო მსგავსი ფორმატი, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ ბევრი ელემენტი აქვს დასამუშავებელი. შემდეგი ნაბიჯი არის, რომ დიაგრამას ჩვენ უნდა მოვაცილოთ ყველა ზედმეტი ღერძი ან რაიმე დამატებითი კომპონენტი. მივყვეთ სადითაოდ, დაუშვათ სათაურიდან, მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, ჩვენ ასე უნდა წავშალოთ თითოეული ზედმეტი ელემენტი და უნდა დაგვრჩეს მხოლოდ ეს გამოსახულება. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი არის მისი გაფერადება, რადგან ეს ფერები ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ აი ეს თავი და ბოლო უნდა გქონდეს აუცილებლად ნაცრისფერი. ამიტომ იგივე მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და შევარჩიოთ ნაცრისფერი. ასევე ბოლოშიც გავაფერადოთ ნაცრისფრად. რაც შეეხება შუა ნაწილს, ქვედა ნაწილი, შესრულების ნაწილი ჩვენ უნდა გავაფერადოთ მწვანედ, რადგან როგორც წესი ელემენტებზე ასეა გამოსახული. ხოლო ზედა ნაწილი გავაფერადოთ შავად. თუმცა ეს შავად გაფერადება მთლად მოსახერხებელი ვერ იქნება გამოსახვისთვის, რადგან უნდა ჩანდეს სამგანზომილებიანი მწვანე გამოსახულება, ამიტომ ამ შავ ფერს ჩვენ უნდა გავუკეთოთ გარკვეული გამჭვირვალე ეფექტი. ამიტომ კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ format data series. გადავიდეთ გაფერადებაზე და ავირჩიოთ ცოტა უფრო მაღალი მასშტაბის გამჭვირვალობა. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს თავად ჩარტის დიაგრამის ფონის გაფერადება
რომელიც ასევე შავად გავაფერადოთ. შემდეგი ნაბიჯია უკვე ამ ფორმისთვის ცილინდრის ფორმის მინიჭება, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ცილინდრული ფიგურა. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავდგეთ და იგივენაირად გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და Format Data Series ამ მენიუში ავირჩიოთ ცილინდრი. უკვე მივიღეთ ცილინდრის ფორმა. ასევე ჩანს, რომ ეს ცილინდრი არის ცოტა დახრილი, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მისი გასწორება. გასასწორებლად კონტექსტურ მენიუში უნდა ავირჩიოთ სამგანზომილებიანი ბრუნვის მენიუ. X-ის შემთხვევაში უნდა ჩავწეროთ 0, ხოლო Y-ის, ანუ Y-ის შემთხვევაში 10. მივიღეთ ჩვენთვის უფრო მისაღები კომბინაცია. ხედავთ, რომ ეს ფორმა უკვე დაემსგავსა ადრე შექმნილ ელემენტს, მაგრამ კიდევ გვაკლია რამდენიმე კომპონენტი. ერთი კომპონენტი არის ამ პროცენტული მაჩვენებლის გამოსახვა, რისთვისაც დავაჭერთ გამოვიძახებთ კონტექსტურ მენიუს ამ მწვანე ნაწილზე და დავაჭერთ add data labels. გაჩნდება უკვე აქ 25%. ჩვენ შეგვიძლია დავაფორმატოთ ეს 25%, გავაზარდოთ ზომაში. ასევე მივცეთ მას თეთრი ფერი, რათა უფრო კარგად აღიქმებოდეს, შეგვიძლია ასევე გავამუქოთ. კიდევ გავადიდოთ. და დაგვრჩა მხოლოდ ერთი კომპონენტი, რომელიც არის აი ეს პატარა წვერი, თავი ამ ელემენტის. ეს ჩვენ შეგვიძლია insert მენიუში ჩავსვათ ცილინდრის ფორმის ფიგურა, რომელსაც ასევე მივანიჭებთ ნაცრისფერს, რათა იყოს მსგავსი. ისი ჩარჩოც და შიგთავსიც იყოს ნაცრისფერი. დავაპატარავოთ და დავასვათ ელემენტს თავზე. ეს შტრიხიც დავამატეთ. ეხლა შეგვიძლია გავტესტოთ, ავირჩიოთ მაგალითად 70% და უკვე როგორც ძველი, ისე ჩვენი ახალი ელემენტიც გვიჩვენებს შესაბამის მონაცემებს. აი ესე საინტერესოდ და სახალისოდ შეგვიძლია გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სამუშაო და ჩვენ დიაგრამებში შევიტანოთ ესეთი განსხვავებული და არაორდინალური შტრიხები. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და გისურვებთ წარმატებებს.